ჩვენ დავუბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ლიტერატურაზე და ძალიან საინტერესო თემებზე საუბარს, ასე რომ იყავით ჩვენთან ერთად. წიგნების მიმოხილვას მოვჭით, ხო? წიგნების მიმოხილვას ვერ მოვასწარეთ, როგორ გადის დრო და სწრაფად გადის დრო. უბრალოდ შემდეგი სტუმარი ჩვენი ბლოკის არის ახლა გზაშია და ამერიკა ქალბატონი ნონა ხანგოშვილი. ხო და საინტერესო ქალბატონია ძალიან და შენ იყავი ძალიან კარგ ადგილას. მოდი თან მოგვიყევი ჩვენს დამახმარებელს. მე ბანკის ხეობაში, დუისში. ეს იყო შაბათი თუ არ ვწდები, გასულ შაბათს მე და ჩემი მეგობრები ვიყავით დუისის საჯარო სკოლაში. შევხვდით ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს. სკოლის მოსწავლეებს, ჩავიტანეთ იქ წიგნები, ქონდა საუბარი, გავიცანით არაჩვეულებრივი ხალხი, გავიცანით მასწავლებლები და ასევე მოწაფეები, ასევე მე ბედნიერება ხვდა წილად რომ გავიცანი ქალბატონი ნონა, რომელსაც ჩამოართვი სიტყვა რომ დღეს იქნებოდა ჩვენი სტუმარი, ქალბატონი ნონაც აი მოვიდა თუ ვწდები და მე მგონი ეს შემდეგი 20 წუთი საინტერესო საუბარი გველი ზოგადად ბანკის ხეობაზე, ქისტებზე, ქართველების და ქისტების ურთიერთობებზე და მოგზავნით ქალბატონ ნონა. გამარჯობა. აი შეგიძლიათ აქ დაბრძანდეთ. სადაც მოგეხერხებათ. სადაც თქვენ გირჩევნიათ პრინციპში. მოდი საუბრობდი იმაზე, როდესაც ჩაბათ ჩვენ ვიყავით მე და ჩემი მეგობრები თქვენთან სტუმრად. საინტერესო ექსკურსია გამოგივიდა, ხო? ხო, და ასევე დავიწყოთ იმით საუბარი, რომ ჩვენ რაღაც ვიდეო მასალაც გვაქვს ჩამოტანილი. კი, ჩვენ რო ვისაუბრებთ, თან მაყურებელს ნახავს. ჩვენ შევეხეთ თემას, რომ ვიყავით დავიწყეთ ჩვენი მოგზაურობა პანკისის ხეობაში, ვიყავით მუზეუმში. და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მე მგონი მუზეუმის კადრები გვაქვს, სადაც არის ქალბატონ ნონას მამამ შეაგროვა და თელმა ბანკისმა შეაგროვა, ხო? შეაგროვა ის რარიტეტი ნივთები, რომლებიც ალაგ-ალაგ გაფანტული იყო ოჯახებში, ხო? კი, და თვითონ გათხრების შედეგადაც აი უამრავი ხომ თამარ მეფის დროს ცხოვრობდნენ კომპაქტურად ჩასახლებული ქართველები, ყონდა ამერიკისტები რო გადმოვიდნენ, იქ უღრანი ტყე იყო და მე ეს რო გაკაფეს და რამდენიმე სოფელი რო წარმოიქმნა მე აქ ამ ხეობაში. ბავშვებიც აი რო გადიოდნენ ტყეში და რაღაცა გათხრების შედეგად ისეთ განძებს პოულობდნენ, აი ის რაც სამკაულები, ბრასლეტები, რაღაცა ნივთები და იყო სხვადასხვა ძველი უძველესი ისინი და მე რომ მოხონდათ ოჯახში. ეხლა მაინც თითოეული ყველა ხვდებოდა რომ ეს იყო რაღაცა ესეთი დიდი დადრუთვის მქონე რაღაცა განძი ოჯახში ნივთი და ინახავდნენ ხოლმე. და ერთ დღესაც გაჩნდა ეს იდეა რომ გაეკეთებინათ ეს ეთნოგრაფიული მუზეუმი. ნუ მამას ის ყოველთვის ჰქონდა ეს სურვილი. ჩვენ სახლში სხვათა შორის ძალიან ბევრი ნივთები ჰქონდა და ოჯახებიდან ერთად შეგროვდა და ერთ სივრცეში თან დავის შვილიშვილებთან ერთად დადიოდნენ ოჯახებში. შედეკრებდნენ ამას და სხვათა შორის ასახავს ხო ამ კუთხის ისტორიას. კი, ძალიან საინტერესო ნივთები. ჯერ აქვთ ეს რაც უძველესი მონეტები, აი რაც ღვთისმშობლის ხატია, თვითონ პირდაპირ რაღაცა ესეთი მეტალია, ვერც გავარკვევთ. ეს ყველა ექსპონატი არის შეუსწავლელი, ეს რამდენიმე წელი ახლოს რაღაცა 4 წელია რაც შეიქმნა და ვერ მოასწრეს ამ ექსპონატების შესწავლა. თუმცა ექსპონატების შესწავლა მიმდინარეობს თუ უნდა დაიწყოს რა პროცესია? უნდა დაიწყოს აუცილებლად, კი ეს აქვთ უკვე გეგმაში სამომავლოდ და აქ დაწყებული ამ უძველესი ნივთებიდან, ხო, ამ თუნდაც ამ მონეტებიდან, თუნდაც ამ ყოფაცხოვრებითი ნივთებიდან და ის მერექისტები რო გადმოსახდნენ 200 წელია მანდ ცხოვრობენ, აი თავდაპირველად რო გადმოსახდნენ რა ნივთებს ისინი იყენებდნენ სახლში, რას ხმარობდნენ და აი ეს ნივთებიც არის და ყველას აქვს თავისი ისტორია, რაც ყველა ნივთს, ან თუნდაც ძირითადად თექას რომ იმუშაობდნენ ის როგორ ხდება მთლიანად ეს პროცესი, ყველა ნივთი ხო რაც სჭირდება რომ ის ძაფი მატყლისგან რომ დართო ის ძაფი, აი ყველა ის არის საჭირო ნივთია. მოდით შეგაწყვეტიათ ჩვენ მე ესე იგი გვაქვს საჩუქრები გვაქვს ხოლმე ჩვენ მაყურებლებისთვის და რადგან შევეხეთ რადგან საუბრობთ ლიტერატურაზე დღეს სამშაბათს ასევე შევეხეთ ქართველებს და ქისტებს მინდოდა ბექა ქურხული მოგვეწვია მის წიგნები და გავათამაშო ახლა კითხვას დავსვამთ მინდოდა მოგვეწვია და ბექას გამორთული ქონდა ტელეფონი და შემდეგ მომწერა მოკლედ ტექსტური შეტყობილება რომ ლიფტში ვარ გაჭედილი და გამოგვენდაო და არა თავისთან სახლში და აი ეს წიგნი მინდა გავათამაშო მართლა ჩვენ ეს წიგნი ვაქეთ აქ არის მოთხრობები ბექასი არაჩვეულებრივი თქვენ კარგად იცნობთ მე მგონი ბექას და კი პანკში ჩადის ძალიან ხშირად ჩამოდის და ძალიან მოიგობრობს პანკის ძალიან უყვარს ბექას მთა რამდენიმე ნაწარმოებიც აქვს ხოთა შორის დაწერილი და ქისტები ძალიან დიდი მეგობარია კითხვა არის მოგეხსენებათ ქისტები ჩვენი კულტურისთვის ქართული კულტურისთვის ჯერ კიდევ იმ დროიდან მოდის, როდესაც ქართული სახელმწიფოს სათავეები იწყებოდა, ხო? ჩვენი პირველი დედოფალი გახდათ ქისტი, ზურძუკი და ჩვენი ერების ნაცაობა და
ასე ვთქვათ, სიყვარული მოდის და მოდის. ჯერ კიდევ 6 საუკუნეში თვალწვდები წელთაღრიცხვის ხომდე როგორც მახსოვს კითხვა არის. და სხვათა შორის ამ ქისტებზე მთელი ამ ისტორია ხო რაც ძალიან დიდი მასალები მოიპოვება ქართულ ისტორიულ წყაროებში. ჯერ კიდევ ლეონტიმ რომელიც წერს ზუსტად ამ ძურძუკების ბელაძეც, როგორ გადმოსახლდნენ და თარგამოსე რო ყავდა რაშვილი და ამ ტიტანოსი რომელიც რომლის ჩამომავლებიც არიან ვაინახები, ამას ეს თვითონ დაწვრებით აქვს მოყოლი. ძურძუკი არის ძველი სახელწოდება ქისტების. ძველი სახელწოდება, ასევე ღილვასაც ხმარობდნენ და ნახჩემატიანები ხე. მოდი კითხვა დავსვათ. კითხვა არის მარტივი კითხვაა ძალიან, ვისაც უყვარს ქართული ლიტერატურა, მან იცის რომ ქისტები ქართული ლიტერატურაში ძალიან წარმოდგენილები არიან. მე მგონი ისე როგორც სხვა ერის წარმომადგენლები არ ვიცი, შეიძლება შეეჯიბროთ ვიღაცებს, მაგრამ ყოველთვის დადებითად სხვათა შორის, რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად ქართველების პერსონაჟებზე, თქვა რუსულ ლიტერატურაში. ყოველთვის დადებითი ის არ არის. ნუ ხარ ვარ გავიხსენოთ, როდესაც გარბოდნენ ჩვენი ქართველები ხეობიდან და კითხვა არის ვაჟებშელოს რომელ ნაწარმოებში ხვდებით ქისტ აღაზას, მე მგონი ეს ბავშვებს იცის და ბექა ქურქულის წიგნი გადმოგეცემათ სანტა ესპერანსას მიერ მოწოდებული. კითხვა გადებული არის ჩვენს Facebook გვერდზე და მაყურებელს შევახსენებ, რომ Facebook-ის გვერდის მისამართი არის შუადღე GDS, სადაც შეგიძლიათ შეაბრძანდეთ და ვინც პირველი გასცემს ვიქტორინის კითხვას პასუხს, შესაბამისად გამარჯვებულიც ის იქნება. ნუ აი მოდი ორიოდე სიტყვით, რადგან ჩვენ გვინდა კიდე შევეხოთ განათლებას, განათლების სისტემას და ახალგაზრდებს ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან დუისში და ზოგადად საქართველოში როგორ ეზიარებიან ისინი ქართულ ენას, როგორ ძალიან საინტერესოა. რამდენიმე სიტყვით, რამდენიმე წიგნზე, იმიტომ რომ აი მოგვიტანა მაგალითად ქალბატონონამ ესეთი წიგნი ვეინახების ქართული საგა, სადაც არის ამოკრეფილი, ეს საჩუქრად არის ჩემთან? კი, ეს არის თქვენთვის საჩუქარი. შევხედავ რა წერია. დიდი სიყვარული პატივისცემით ყველასათვის საყვარელ ასას. თითქმის ხოტრების მაძეზე აი ბავშვობიდანვე, სადაც კი წავაწყდებოდი რამეს ქართულ ენაზე, რომ ქისტზე ეწერა, რამე ლექსი იქნებოდა ნაწარმოები, აი ელემენტარული, რა ვიცი, ყველაფერს ვაგროვებდი. ეხლა მაგ დროს არასოდეს არ მომსვლია თავში რომ სამომავლოდ შევძლებდი ასე გამოცემას ამ წიგნის, მაგრამ და კარიც მოკლედ გეტყვით ქისტები და ქართული ლიტერატურა, ეს დამოკრეფილია და ლიტერატურა, კლასიკური ლიტერატურის საწყებული პუბლიცისტური წერილები და წერია, რა შეიძლება წავიკითხო, ნახეთ, დიდი სიყვარული და პატივისცემით ყველასათვის საყვარელ ბასას, ჩემს სულიერ მონათესავე ადამიანს, გოგონებო დაუჯერეთ ბასას, ყოველთვის გააკეთეთ ის, ეს თქვენ მოგმართეთ რა და ის ძალიან საინტერესოა, კლავთ მოგვაშთებს მაინც ნაღველი, ვიმღეროთ საგაზელი ხანისა გაბრიელ ჯაბუშანურს აქვს, ესე იგი დიდი ლექსების ციკლი მიძღვნილი ინგუშებისადმი, ქისტებისადმი, რომლებიც ცხოვრობდნენ თიან ინგუშეთში და მან ზუსტად აი ზელმხან ხარაჩვილი იყო ერთ-ერთი ცნობილი აბრაგი მუზეუმში თქვენც ნახეთ მისი სურათ, რომელიც ძალიან დაინტერესეთ ამ პიროვნებით. აბრაგი, რომელიც რუსეთის საბჭოთა რუსეთზე ბრძოდა, ზუსტად ამ კომუნისტური წყობილი საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ აბრაგებთან ერთად გამოდიოდა და აი დეპორტაციის დროს, როცა გადაასახლეს მთლიანად ჩეჩნები და ინგუშები იმ ციმბირში და ყაზახეთში, მაგ დროს გამოვიდა პროტესტი გამოაცხადა და წლების მოდი ამ წიგნზე გითხარი, ეს არის ჩეჩენი როგორც ვიცი. ეს არის აფტიბი სულთანოვი. ქართულად ითარგმნა. ძალიან მე ესე მგონია რომ აი ზუსტად ამ წიგნის შექმნის იდეაც იქიდან წამოვიდა, რომ აქვსოთ ასე დღეს ინტერნეტის სივრცეში ვცხოვრობთ და სოციალური ქსელებით ვეკონტაქტებით ძირითადად ერთმანეთს და ძალიან ბევრი კითხვა მოდიოდა ინტერესებდათ ვინ იყვნენ ეს ქისტები, ეს ვაინახები, ინგუშები, ჩეჩნები, საიდან მოდიოდა ეს სახელწოდებები და მე აი ასეთი რამე მომივიდა იდეა, ხო, თანაც როგორ გავეცი პასუხი, აი თვით იმ ქართველები, რომელიც კარგად იცოდნენ ან ჩეჩნებს და ინგუშებს და ქისტებს და ქონდათ ძალიან ახლო ურთიერთობა წლების მანძილზე და შექმნეს ეს საგები ვუწოდი ამ მე თვითონ ამ ნაწარმოებებს და ზუსტად იმათივე ენით ვუპასუხე ამ ყველა კითხვას, რომ თვითონ ქართლის სცემს პასუხს თუ ვინ არიან ქისტები. სხვათა შორის აი ზაურ გუმაშლი, რომელიც ჩვენ მამასთან ერთად გავიმასპინდა იქ, აი ეს ყოველთვის იძახის ხოლმე ვაინახებზე საგები ქართულ მწერლობაში, მხოლოდ ვაინახებზე იქნება საგები, ეს ძალიან ამაყად განაცხადებს ხოლმე, რომ ჩვენ იმდენად ჩვენი ხალხი, ხო? კი, ეს არის უძველესი, აი მე იმედზეც მინდოდა ეს გამეკეთებინა, კი დამკვიდრდა ეს ტერმინი საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ ამას აქვს უძველესი დატვირთვა ის ძველ დროსაც, როცა უკვე ინგუშიან ჩეჩენიან ქისტისადმი შეხვდებოდნენ, ერთმანეთს ერთი ენა გვაქვს, რომ დავილაპარაკებთ, მაშინ ვეკითხებოდნენ, შენ ჩვენი ხალხის ჩვენი ხალხიდან ხარ, ვეინახები და ეს აღნიშნავდა, რომ ჩვენ ეს ერთი ხალხი ვეინახები ვყავთ და ამიტომ დამკვიდრდა ეს ტერმინი საბჭოთა კავშირის დროს, როცა უკვე წავიდა აშკარად ურთიერთგაციშვა და გაყოფა ამური გაყოფის პოლიტიკა იგივეა ეს დაახლოებით, ჩვენ რომ ვესაუბრეთ, გახსოვთ ბექას
ფარნაბეკას, როდესაც და ზოგადად ვიცით ჩვენ ესეც რომ ქართველები რომლებიც აღმოჩნდნენ ოსმალეთის იმპერიაში და ახლა უკვე თურქეთში ერთმანეთს ეს ჩვენებურით იცნობენ ჩვენებური ხარ, ესე იგი ქართველი ხარ ეს. ქართველი ჩვენებური კი ზუსტად ჩვენებური ასე თარგმნება. ხო, ჩვენი ხალხი ჩვენებური და მოდი აი მაგ შეგაცმოთ. მოდიოდა ძალიან ბევრი კითხვები კიდევ პოეზია აინტერესებდათ, ხო, აი კულტურა აინტერესებდათ, ხელოვნება აინტერესებდა. ზუსტად აი იმაზე მინდა ვთქვა, არ შემიძლია ახლა ამ წიგნთან დაკავშირებით, მადლობა არ გადაუხადო ბატონ გურამოდიშარიას კულტურის სამინისტრომ დამიფინანსა ეს წიგნი. ორჯერ იყო ჩამოსული გურამოდიშარია პანკის ხეობაში, მან შეასრულა კიდევაც თავისი დანაპირები და ქისტებისთვის ძალიან საყვარელი ადამიანია და ეს მეორე წიგნი გამოდის ახლა ქართული ვეინახური ხელოვნება. რახან აინტერესებდათ ხელოვნებაც, ხო ეს ვეინახური მე გადავწყვეტე შემოგროვებინა ეს მასალები. პანკიში ხელმისაწვდომი იყო ჩამოვიარე ფოტოები გადავიღე და ყველანაირად შევაგროვე ხელნაკეთობები რაც კი იყო არსებობდა პანკის ხეობაში და მე გავიარე მე ჩეჩნეთ ინგუშიც დავუკავშირდი იქიდანაც შევაგროვე ეს მასალები და მე მგონი ძალიან საინტერესო ალბომი კატალოგი გამოვა უკვე იანვარში ველოდებით მის დაფინანსებულია და დაბჭდას ველოდებით იანვარში მე მგონი მივალთ ხო პრეზენტაციაზე დაპატიჟებდა და პოეზიასთან დაკავშირებით კიდევ აი ესეც 2010 წელს გამოვიდა ეს წიგნი კავკასიურმა ფონდმა თარგმნა გივი ღამბაშიძეს მისი თაოსნობით და ეს წიგნი ჩემი უფროსი და მედინა რომელიც ბელგიაში უკვე 10 წელია და ალბათ ეს მისი მხრიდან ამ მამის თარგმნის სურვილი ნოსტალგიაც იყო ხო იგივე საქართველოს მართ და იგივე ჩეჩნეთ-ინგუშეთის მიმართ და ეს აფთი ბისულთანოვი ჩვენი ჩეჩნებისაც ყველაზე საყვარელი პოეტია ყველაზე ძლიერი პოეტი უნდა გითხრათ იმიტომ რომ ამ ადამიანმა შეძლო ჩეჩნური ერის მკვეთრეთით აღადგინა ნამდვილი ძირძველი ჩეჩნური ენაი მაგალითად აი მე ამას რას შევადარებდი იცი მე როცა კონსტანტინ გამსახურდიას კითხულობდი ეს არის ჩემთვის რაღაცა უდიდესი სიამოვნება აი ეს ენის სტილი ხო ის ძველი სიტყვები რასაც მე ვაწყდები მე მას მე ვიზეპირებ და ესეთი სიყვარულით ვიმახსოვრებ ხოლმე იმ სიტყვებს და მიხარია რომ მე ეს ვიცი ქართული ძველი სიტყვები და შემიძლია ეს ჩემს წერმილგვარში გამოვიყენო ენის გადარჩენა ნიშნავს პრაქტიკულად ერის გადარჩენას იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზუსტად ეს აფთი ბისულთანოვიც აი მან ზუსტად ის აღადგინა ის ძველი სიტყვები და მე ძალიან ჩვენ სალაპარაკო ჩვეულებრივი ენა მაგრამ მე აფთი ბისულთანოვმა მასწავლა ის ღრმა ლიტერატურული ენა მისი ლექსების საშუალებით მე ახალ სიტყვებს სწავლობდი ყოველდღე და ეს იყო ჩემს ძალიან დიდი ბედნიერება და ამ ჩეჩნურ ენასთან დაკავშირებით რახან განათლებაზეც გვაქვს დღეს საუბარი მინდა ვთქვა რომ აი ზუსტად ქისტები უკვე რამდენი წელია ათეული წლებია ითხოვენ ჩეჩნური ენის გაკვეთილების შემოღებას სკოლებში ჩვენთან და ეხლა ეს არ ნიშნავს ჩვენ ქართული ენას ქართული სახელმწიფო ენა ქართული ენაა და ჩვენ ამას ბავშვობიდან ვისწავლობთ ამ ქართულ ენას მაგრამ ყველასათვის ეს გასაგები მიზეზია სადაც არ უნდა ცხოვრობდე და სადაც არ უნდა იყო არ უნდა დაკარგო საკუთარი იდენტობა და საკუთარი ენა მე თუ მაგალითად მეცოდინება არა მე თუ მეცოდინება ჩემი მშობლიური ენა მე უფრო მეტად გამოვადგები საქართველოს მე ესე მგონია იმიტომ რომ უფრო დავაახლოებ ამ ენას და უფრო ნაყოფიერი იქნება ჩემ მოღვაწეობა ამ ორ კულტურას შორის როგორც გადებული ხიდი ასეთ უფრო მეც მივაღწევ როცა ჩემი მშობლიური ენა მეცოდინება და მოდიში გაგაწყვეტიეთ მოდი ეს საკითხი დავიმახსოვროთ თუ გვეყოლება ჩვენ განათლების სამინისტროდან მე საკითხი მე პროექტი მაქვს შეტანილი ამ ჩეჩნენის შესწავლასთან დაკავშირებით მე მაქვს ორგანიზაცია პანკის კეთილდღეობისათვის და ჩვენ ამ სახელით გვითხრეს რომ ჯერ სახელმწიფო დნზ შეუძლებელია და ესეთი ორგანიზაციის სახელზე შემოიტანეთო და მე აი სოფიო შამანაძის კიდე ერთი ძალიან დიდი დამსახურება იყო ბოლო დროს ვერ ვახერხებდი იმ განათლების სამინისტროში ამ შეხვედრას და ამ თემაზე საუბარს მან ისე მოახერხა რომ ჩვენ შევხვედრილი ვიყავით იმ განათლების სამინისტროდან წარმომადგენლებს და რა ვიცი მათ კიდევ ძალიან ბევრი რთული საკითხები წამოაყენეს რომელიც დღესდღეობით ცოტა ძნელია გადაჭრა მაგრამ ჩვენ თანახმად ვართ გითხრეს ტექნიკას ვერ დავაფინანსებთ და მე რო გადავრეკე ქისტებში ყველა თითოეულ ოჯახიდან თითო იმას მოვიტანთ და ტექნიკასაც ჩვენ თვითონ მოვახერხებთ ოღონდ ჩვენმა ბავშვებმა ისწავლეთ ჩეჩნური ენა ფასამი ორი სიტყვით გითხრა შენი შთაბეჭდილებები გაატარა ერთი სრული დღე შენ მიერ ჩამოტანილ კადრებს ლექსი მინდა მოვისმინოთ კი ქართულად ვკითხულობ ხო ქართულად თარგმანის ორიგინალიც დევს მე ორიგინალიც მოდი ორივე ვერსია წავიდეთ სიამოვნებით მოვისმენთ ეს ჩემი საყვარელი ლექსია და თვითონ აღმოჩნდა მე პოეტის საყვარელი ლექსიც იყო და ძალიან შეიძლება ჩვენი საყვარელი ლექსიც გახდეს გისმენთ ეს არის ესე იგი შემთხვევით
მთელი ცხოვრება ესე იგი აქედან დაიწყებ ეს კერიის შექმნას ის არ ცდილობდა როცა ქვაზე მიჯრით აწყობდა ეულის სულის ცნობას ლამობდა და თვასია მუდამ მოცარტით ღმად განცვიფრებულს თითქოს პირველად დღეს დავინახე როგორ მაბრუებს ასე ამ მიმწუხს რკინის კალიან საიდუმლო ჩით დაჟღურტოლით ულამაზესი სისკრის ლოცვისას ყოველ განთიაც ან რატომ ვიგრძენ შობა ასეთი თითქოს და ჭერი თავს დაქცეული ვინმე მასია რომ სიქის კამიდან ვიღაც წამოდგა და გზაზე დინჯად გასწია მთელი ცხოვრება სახელმწიფოს მთელი ხაზინა აქ ნანგრევითაგან გეთთა საოფლოს შექმნას შესწირა და მეფობის სასჯელ მოხდილი მარტოობის წრის გავსების ღამეს გლის ბოკვერთ შობას ქვეყნად მოსული ჩეჩენი რომ ვარ შეშლი ლუდვიგის გედებისადმი ტრფობის მიზის მიწყეო ჩამწოდარი ეს მე ვარ თითქოს სიკვდილისკენ გზაზე დამდგარი და ეს ორიგინალში თუ გიდო სხვა სტროფა წავკი აი ეს არის ჰუსამან ალშო იოცოშ იტულგა შტიკლა დიხკინერ ღირთინა შენ ცალი ხქიეთა სო იზახუშუ სენ დაიშინა ჩჰორა ბაუნაშ სო იზახუშუ ნოხჩიჩო აგინაჩ დუხარჩუ ბაუნან ჰორა აკორატა ჰორა ანარდა ხარცხა ბეყნა Quagga gichana shirachu sandeda seilata tulgat ahbinerberg tashiemach bisenchu shien seda jenen matah valer ivacharan guanan tatson gadu ela tadamach kulinerg tadam ye vovzurvu ela go iza taalo yu taalo imarsha yu ela shin guanach qiyetaberg dunya nach qeyle nach qiyetervu ela chwah kerchar qiyeterberg khazalin قيلين قيترو ايلا კი მაგრამ ჟღერს ძალიან მამაზ ეს ავტორი კითხულობს გადასარევად YouTube-ში რო შეხვდით და აკრიფოთ აფტიბი სულთანოვი ეს თალკი მხლა სიამოვნება სიტყვაც რო არ გესმოდეს ჩეჩრი მხლა სიამოვნება აი საიევზერკ ესეთი რაღაცა კლიპი აქვს რო შეხვდით რუსული კრილურია ალბათ რო აკრიფეთ აფტიბი სულთანოვი და ცევზერ მიგპირდებით რომ უაღრეს სიამოვნებას რაც შეხება შთაბეჭდილებას მე მგონი აქ ერთადერთი რაღაც ერთ-ერთი კი არა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო აი მივხვდი როდესაც ჩვენ შეხვედრა ქონდა ამ სკოლაში ახალგაზრდებთან და მასწავლებლებთან ეს მართლა შეიძლება კავკასიაში იყოს მაგალითი ვისაუბრეთ ჩვენ კავკასიაში იყოს მაგალითი როგორ შეიძლება ვაჩვენოთ ორმა ერმა მშვიდობა და სიყვარული ერთმანეთს. აი ამ ქართველების და ქისტების მართლაც მეგობრობით და ძმობით შეგვიძლია მაგალითად შესაძლებელია კავკასია იყოს მშვიდობიანი და შესაძლებელია კავკასია იყოს წელში გამართული. ეს ხალხი და ვეთანხმები რომ აუცილებელია თუ ადამიანმა არ ისწავლა საკუთარი ენა ის და დაკარგა საკუთარი იდენტობა და საკუთარი ეროვნება ის ერთცეთ სახელმწიფოს სამსახურში ვერ ჩადგეს. ვერავის ვეღარ მოიმსახურება და ქართველებმა ყოველთვის ვიცოდით რომ თუ ეს სიმდიდრე რაც უფრო მდიდარია საქართველოს სხვადასხვა შვილები, სხვადასხვა ერის შვილები და ეს ერის შვილები არიან დიდრები და კულტურულად განათლებული ხალხი თავის კულტურაში, თავის იდენტობაში, მაშინ არის ძლიერი საქართველო. თუ არის სხვა ერები არ დავასახელებ და არ მინდა გამომივიდეს ეს დისკრიმინაციოდ რომ უნდა ჩაყლაპოს და შეჭამოს ყველა და თავის რჯულზე მოაქციოს. ჩვენ ეს საბედნიეროდ არ გვაქვს ეს თვისება და ამიტომ ეს ენის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. ლიტერატურის მიმართ რომელიც არის გვაქვს ცეკვისკალები. შეგვიძლია ნახოთ მაგრამ მანამდე გადადგეს სკოლა აიღეს და გადმოდგეს და მე ის დაგვიბრუნდა. საოცრებია. ეს აგდიბადებიან მოცეკვავეებად. საოცრად იცეკვეს და ჩვენი ქართველი პოეტიც თუ არ ვიცი გადაღებული თუ არის შევარდა. რატი ამას საოცარი წაგდრე ხარატი. აი შეგვიძლია ეს იყო წაიკითხეს ქართველი ავტორები იმღერეს ბავშვებმა. ხო და არის ინტერესი ქართული ლიტერატურის მიმართ. მე ვიცი რომ თანამედროვე ლიტერატურის მიმართ. მე ვიცი რომ თქვენი წიგნები ჩაიტარეთ. როგორ არა ნიკო გომელაური ყავთ ფანი და ეს ლექსები ციან ზეკრად რო ჩამოაგდო ნიკო გომელაურს რამდენიმე ლექსი თქვენ ხოლმე გარშემო ესეთი სიყვარული აქვს. აი ჩვენ ტაში რატი ამაღლობელის ლექსმა საერთოდ გამოვიდნენ ბავშვები გაოცებული. როგორი ის რაღაცა ცეცხლი მოაქვს. იცი რა შეგრძნება იქუზი ხარ და პატარა ოთახია და აი სამას როგორ არ ახტი და არ შეხტი. რატი შეხტა და ამას მინდოდა რა გამქია. აი ეს ადამიანი რატი ამაღლობელს უთხრათ. იცეკვეს ქართველებმა ქისტემა ყველა მინდოდა ცეკვა და შემიშალა რა. რა მაგარია ესეთი ხო ძალიან მხოლოდ განსაკუთრებით ვიწევთ ხოლმე სტუმრებს მაგრამ აი შევარდა. აი გაუსვა გამოუსვა. შვენიერი. კი კაცო. ოქრო.
ხო, ნუკას დავეთანხმები, რამდენად მნიშვნელოვანი ასეთი ინიციატივები და ასეთი აქციები, მე მგონი რაღაც პერმანენტული ხასიათი უნდა მიიღოს, ხო? ხო და ჩვენ ვისი იყო იდეა იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოვიდა ეს იდეა, ხო, როგორც მე ვიცი, სოფიო შამანიდმა ხოვა. ჩვენ წინაზეც აი 19-შიც ვიყავით ჩასულები, სოფიო შამანიდი იყო, ჩამოუტანა საჩუქრები ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ხო და საბჭოს ოფისს აღჭიქეს კომპიუტერი. მე ხუმრობდნენ კიდევ 10 დღეს ამ მოხუცების ჟამს და ვისწავლეთ კომპიუტერი და მაგრამ ყველაზე დიდი საჩუქარი და ყველაზე დიდი სიხარული იქ იმამს გაესაუბრა სოფიკო, ნუ რა ვიცი, იქ მუსიკალური ცენტრი ჩამოუტანა სკოლას, რომელიც ასე სპონტანურად დამოუკიდებლად ამზადებენ ამ ღონისძიებებს და მთელი აი წლების მანძილზე ჩამოდიოდნენ ის სახელმწიფო მოხელეები პირდებოდნენ კი წავალთ და ჩამოვიტანთ სოფიკომ არა მარტო მუსიკალური ცენტრი, აი სიმღერების მინუსებიც კი ჩამოუტანა მასწავლებელმა რო თქვა რომ აი პლუსები გვაქვს და მინუსები არ გვაქვს და ვერ ვამღერებთ ბავშვები, მისე გამიკვირდა სოფიკო მეორე დღეს და ამირეკა აბა მითხარ რომელი სიმღერებია და ეს მინუსებიც კი ჩაუტანა და ეს ერთი მიკროფონი დააკლდათ ის მიკროფონი ჩაუტანეს იმხელა სიხარული იმღერა სხვათა შორის დათო ტურაშულმა იმღერა კი იმღერა საქართველოს მანანებო იმღერა ტურაშულმა და ლაშა მე მგონი რაღაც ლაშა ხო ყოველთვის ხო რაღაცა ისეთი შექმნა ლაშა მოკლედ ისეთი უკვე ახლობელი გახდა ჩვენთვის მსგავსი ტიპის შეხვედრების მომავალში გაგრძელდება უკვე გაგრძელდება აი ზუსტად ამაზე მინდოდა მე თქვა მე როცა აი 2000 წლიდან პიკზე როცა მუშაობდით ძირთადად ამ პარლამენტთან გვხდებოდა ურთიერთობა და ვატარებდით თითქმის ყოველ კვირაში ერთხელ ამ საერთაშორისო დონის კონფერენციებს ჩამოყავდა დიასპორებიდან სხვადასხვა წარმოადგენლები ევროპიდან, ამერიკიდან და რუსეთიდანაც კი და ეს ჯეიმსთაუნი ცნობილი ორგანიზაცია, ეს ამერიკული ორგანიზაცია აფინანსებდა ძალიან მაღალი დონის და ტარდებოდა კონფერენციები, ხდებოდა ამ კონფლიქტების გარჩევა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ შედეგი რა არც არაფერი, ზუსტად პანიკის ხეობაც იყო ხოლმე ყოველთვის განსაკუთრებით იმ წლებში ესეთ კონფლიქტების ზონას წარმოადგენდა. აი და დღეს ზუსტად ესენი რომ ჩამოვიდნენ და რომ უყურებდი, ესე იგი იმდენი ხელაშთაბეჭდება დატოვა და ეს ახალგაზრდები ზუსტად ეს არის მომავალი, ხო, რომელმაც უნდა გააგრძელონ და რასაც ჩვენ ვერ ვაღწევთ, მათ უნდა მიაღწიონ, ხო, ეს ამ იდეებით უნდა აღიზარდონ. და ეს იმხელა დიდი მუხტი იყო. ეს რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა გააგრძელდეს, თუ ჩვენ კიდევ არ ჩავართ და ავტომატურად როგორც იქნება, ის დარჩება, ხო? აი ხო, ეს უკვე წამოსული მუხტი, ეს უნდა მოხდეს მომავალში. აი ეროვნული სასახლიდან ყავდა კიდე წაყვანილი თბილისელი ბავშვები, საოცარი თემები მომავზადეს იქ წაკითხეს სკოლაში. მოდიში გაგაწყვეტე, მე მგონი ერთ-ერთ გზამთრის იქითა წელს შეიძლება გასვლითი დაიგეგმოს გასვლითი ღონისძიება ბანკის ხეობაში და რატომაც არ შეიძლება იქ გავაკეთოთ ერთი გადაცემა. კი ბატონო, ძალიან დიდი სავარძლებში დამშვით აქ აუგებარი ზოგი სავარძლებში. ძალიან დიდი სიამოვნებაა. ყოველთვის არ ვხედავთ ხოლმე ამ სავარძლებში აქვს ჩვენს გადაცემას ამის გამოცდილება რომ გავდივართ ხოლმე და ვიღაც გადაცემა. თებერვლის ბოლო მარტი. როდი ჯობია. როდის ჯობია. მოიჩქისტები ყოველთვის მზად არიან თამარის მისაღებად და ყოველთვის გულხილად დაგხვდება. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის მოიგეთ. ყველანი მადლობ და ჩვენ შევხვდებით კიდე ხშირად ახალი წიგნის პრეზენტაცია გვაქვს. დროებით გემშვიდობით, საინტერესო სტუმრები ყავს კიდევ. გაგაცილებ მანამდე რომ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. რეკლამა